გადავწე ფესტივალის საპატიო დიპლომი. ჩვენი ფესტივალის სპეციალური პრიზი გადავწე ჩვენს მეგობრებს. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა ამ ფესტივალში მონაწილეობა, როდესაც დუმბაძის ნაწარმოებს ვდგამდით, მუდამ ვოცნებობდით, რომ იგი წარმოგვედგინა მის მშობლიურ მხარეში. დღეს არა მხოლოდ საქართველოში ვართ, არამედ იმ კუთხეში, სადაც დუმბაძე დაიბადა და ეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. გრძნობდით მაყურებლის ემოციებს. ვფიქრობ, რომ ძალიან თბილად მივიღეს. ამიტომაც ბედნიერები ვართ და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის თბილი და მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება. ჩვენი სურვილია მომდევნო ეტაპზე ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს უმასპინძლოთ ჩვენს ქალაქში. მე დიდი პატივისცემით შემიძლია აღვნიშნო, რომ ამ ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლის შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. ძალიან ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით. ჩვენ 2 წლის განმავლობაში ვემზადებოდით ამ ფესტივალისთვის და ვფიქრობ, ჩვენი ძალისხმევა შედეგიანი იყო. სპექტაკლი წარმატებით წარიმართა და მაყურებლისგანაც ძალიან თბილი გამოხმაურება მივიღეთ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კავშირი მომავალშიც გაღრმავდება და კიდევ უფრო ახლო თანამშრომლობა ჩამოყალიბდება. საქართველო ძალიან შეგვიყვარდა და გულწრფელად გვინდა, რომ შემდეგ ფესტივალზე კვლავ წარმოვადგინოთ ქართული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი. ამასთან მინდა გაგიზიაროთ, რომ ყარაყალფაქეთის თეატრი მალე აღნიშნავს 100 წლის საიუბილეო თარიღს, რომლის ფარგლებში მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. ვიმედოვნებ, რომ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ჩვენთან ვიხილავთ თქვენს თეატრს. გაფრთხილე სოცხალი ვერ გადამიჭი Tia!
ფესტივალის დიპლომი არიჩკაკოსავა ეს კიდევ ჩვენი ფესტივალის ესეთი პრიზი რა ვიცი ლამაზი გამომართვისავა და ეს კიდევ ჩვენი ფესტივალის სპონსორების უმძიმეს წინი დიდი მადლობა მინდა უთხრა პირველ რიგში მასპინძელ ოზურგეთს ფოთის თეატრმა მონაწილეობა მიიღო ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალში ჩვენ წარვადგინეთ საბა ასლამაზიშვილის დადგმული სპექტაკლი მსხვერპლი მინდა გითხრათ რომ ეს სპექტაკლი ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ჩვენს თეატრში ძალიან კარგი მაყურებელი ყავს და პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს დას ბატონ საბა ასლამაზიშვილს და წარმატებები მინდა უსურვო თითოეულ მსახიობს მნიშვნელოვანია ყველა ფესტივალზე ყოფნა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ადამიანებს გაუზიარო შენი შემოქმედება, სად ხარ, რას ეძებ, რას პოულობ და ამ თეატრალური ფორმების გაზიარება, ამ თეატრალური ძიებების გაზიარება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა დამყარდეს, შენც გაიგო მათზე რაღაცეები და მათაც შენზე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფესტივალი ამ საქმეს აკეთებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ფესტივალი არის საერთაშორისო სტატუსის და უცხოელ სტუმრებსაც უზიარებს შენ შემოქმედებას, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ რაღაცნაირად ვცდილობთ ამ ფესტივალზე ქართული მწერლობის ისეთი ინტერპრეტაციების პოვნას, რომელიც მნიშვნელოვანია, საინტერესოა და რაღაც ახალს და ძირეულს გაძლევს, რომ მე კიდევ უფრო სხვანაირად დაინახო როგორც შენი თავი, ისე შენი შემოქმედება. ამიტომ მგონია, რომ ამ ფესტივალის მთავარი დანიშნულება, რომ ქართული თეატრი, ქართული მწერლობის კიდევ უფრო სხვა დრამატურგიულ თუ შემოქმედებით ჭრილში გადმოცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედი მაქვს, რომ ეს რაღაცა კვლევა, რომელიც დაწყებულია, კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს მომავალში. ამიტომ მადლობა ამ ფესტივალს, მადლობა ყველას. მიხარია, რომ დღეს აქ ვართ და მიხარია, რომ ჩვენი შეხედულება კლდიაშვილზე ამ გენიალურ ქართველ კლასიკოსზე ჩვენს მაყურებელს უთხარით და ჩვენებურად დავანახეთ.